საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მე დღეს უნდა გესაუბროთ საზოგადოებას ჩვენი გაერთიანების ტექნიკურ საკითხებზე, შიდა საქმეებზე, რასაც ვაპირებთ, რასაც ვაკეთებთ და წყდება რაღაც ინტერნეტი, მეგონი წესრიგშია და მინდა რომ საზოგადოებამ და ჩვენი გაერთიანების წევრებმა, რეგისტრირებულმა წევრებმა ასევე იცოდნენ ასე თუ ისე, რაც საჯაროა და რასაც საქმიანობთ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ძირითადი საქმიანობას ჩვენ ახლა დავიწყებთ სექტემბრიდან, მანამდე მიდის ტექნიკური სამუშაოები. იცით თქვენ რომ ფონდი მუშაობს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ემიგრაციიდან, ვინც მართლაც სერიოზულად გაიღეს რაღაც თავისი დანაზოგები და ასევე აქ საქართველოში ვინც შემოწირა და შეიძლება ითქვას რომ ის რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ახლა საინფორმაციო საერთოდ ვარ ინტერნეტში მეგობრებო, ვინმე დამიწერეთ აბა კომენტარი. რაღაც თითქოს არ ჩანს თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ბოლო დროს ძალიან ნახევრად დაბლოკილივით არის ჩემი არხი, თითქოს რომ ნაკლებად გამოჩნდეს ეთერი. ვინმეს თუ შეგიძლიათ რომ დაწეროთ, იმიტომ რომ ისეთ საკითხზე მინდა გესაუბროთ, რომ იცოდეთ. ხო, მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ შემადგენლობა, რომელიც თავიდან იყო, თქვა 4 კაცი, რომელსაც თავიდან როდესაც დავაფუძნეთ, ხო? თავდაპირველად პირველი შეკრება იყო, იცით, თქვენ ჩემი იდეით კინოსახლში, შემდეგ შემოგვიერთდნენ კარგი ხალხი, დამსახურებული ხალხი, ბატონი დემურ გიორხელიძე, ზაქარია როჭიკაშვილი, გიგლა გობეჩია. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ სექტემბრამდე ჩვენ ეს შემადგენლობა აუცილებლად უნდა გავზარდოთ, ამას ჩვენ უნდა დავარქვათ რაღაცა მსგავსი სათათბიროსი. ამ წუთში ჩვენ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე 4-ნი აღარა ვართ, ჩვენ გვყავს აი ამ მთავარ გუნდში უკვე რომელიც ხელმძღვანელობს ემიგრაციას ერმილე ნემსაძე და ასევე ქუთაისის ლიდერი ბატონი გია ბახტაძე. თანდათან რეგიონის ხელმძღვანელები, რომლებიც დაიმსახურებენ თავიანთი აქტივობით და მუშაობით, რა თქმა უნდა, აი ამ თავარი სათათბიროს წევრები გახდებიან. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ 4 კაცი ესე ამ საქმეს არ ეყოფოდა და აქტიურობა უნდა და ძლიერი გუნდი უნდა ამას. ამიტომ 15 კია თუ საჭირო გახდა 30 კაციც ვიქნებით, ვინც უხელმძღვანელებს აი ამ დიდ საქმეს. ეხლა რაც შეეხება ფონდს, ფონდი მუშაობს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ემიგრაციაში ჩვენს ემიგრანტებს, ვინც გვეხმარება და შემოწირა თანხა, ასევე აქ საქართველოში, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთხოვო კიდევ ჩვენს რეგისტრირებულ წევრებს, რომ ჯერჯერობით ძალიან ის არის, აი რაღაც 30% აქვს მიღებული მონაწილეობა და სადღაც 70-80%-მა მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ყველაზე რთული თავიდან, რაც აი საქმის ასე ვთქვათ, აი მოქოქვა სჭირდება, არის პირველი ნაბიჯები და ამიტომ ჩვენი მიზანია ახლა მუშაობთ ტელევიზიის საკითხებზე, რომ სექტემბრიდან ჩვენ გქონდეს აუწყებლობები, ისე რომ პირდაპირ ეთერში გეგმავთ, რომ პირდაპირ ეთერში უნდა გქონდეს აუცილებლად პოლიტიკური თოქ-შოუები კვირაში ერთხელ და რა თქმა უნდა რამდენიმე გადაცემა თუ დაგვჭირდება დღის განმავლობაშიც, რომ ეს ნებისმიერ დროს შეგვეძლოს. არის
ორი ვარიანტი, ერთ-ერთი ვარიანტია ჯერჯერობით, რომელზეც ჩვენ შევჯერდით, რომ ჩვენი საკუთარი ის შევქმნათ, ანუ არის ტელევიზიები ორი არხი, ახლა ამ წუთში არ დავასახელებ, რომელიც ჩაერთობა აი ამ პროექტში და საჭიროა სასწრაფოდ უნდა ვიქირაოთ ფართი. ჩვენ არ გვინდა ახლა ეს ფართი ვიქირაოთ სადმე ან ვაკეში ან საბურთალო სადაც ძვირადღირებული ადგილებია. ჩვენთვის თავარია იყოს სადმე მეტროსთან ახლოს, რომ რესპონდენტსაც და ნებისმიერ ადამიანსაც უადვილდებოდეს იქ მოსვლა, ოფისიც იქნება და ტელევიზიაც. მაგალითად დაწყებული აი ვაგზლიდან სანზონა, ნაძალადები, თუნდაც გურამიშვილის მეტრო, სარაჯიშვილი, ახმეტელი, აი სადაც კი იქნება ახლოს ეს ფართი, რომ შიგ განთავსდეს დაახლოებით 50 კვადრატი. ძალიან გვინდა რომ ვინც ისმენთ ახლა თუ ვინმემ რამე იცით ამდაგვარი და შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ 2 კვირის განმავლობაში. მერე უკვე ვეღარ მოვასწრებთ, მაშინ უკვე უნდა გადავერთოთ მეორე პროექტზე. მეორე პროექტი არის ის, რომ მთლიანად გამზადებულ ვარიანტს ვყიდულობთ და ვაფორმებთ კონტრაქტს და იქ იქნება რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის ის ორი ჩვენი ტელევიზია, რომელიც ეროვნულ პოზიციებზეა. აი ეს ორი ვარიანტია, მეგობრებო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა რომ აი ჩვენ მე ამიტომ გაცნობთ თქვენ ამ ყველაფერს, რომ თქვენი დახმარება იქნება საჭირო, ჩვენც ვეძებთ და თუ კი ვიშოვით აი ამ 2 კვირის განმავლობაში ჩვენ მოვასწრებთ ალბათ რომ სექტემბრის დასაწყის რიცხვებში უკვე გამართული იყოს ტელევიზიები, ანუ რომელიც პირდაპირ ეთერში გაუშვებს აი ამ ჩვენს პოლიტიკურ გადაცემებს. ეს პოლიტიკური თოქ-შოუები იქნება სრულიად ახალი, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე თქვენ გინახავთ, აქ მხოლოდ და მხოლოდ გაშუქდება ეროვნული თემები, მნიშვნელოვანი თემები, რომელიც ქართულ ხალხს და ჩვენს საზოგადოებას აწუხებს ძალიან და იქნება აბსოლუტურად მიუკერძოებელი და იქნება ნამდვილი მართალის სიტყვა იქნება, ესე იგი, დაუბრკოლებლად გაშუქებული, არავის მოვერიდებით, არ იქნება არავითარი ცენზურა, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არასოდეს არ ვიგინებით და უცენზურო სიტყვებს არასოდეს არ ვიხმართ, ეს ჩვენგან არ მოდის არასოდეს. თავარი ის არის, რომ აქ იქნება ყოველთვის მართალის სიტყვა, მოუქცევთ საზოგადოებას უშიშრად. ძირითადად აი ეს საკითხები არის, ახლა ამაზე ვმუშაობთ, ალბათ საჭირო იქნება კიდევ უფრო მეტი გააქტიურება საზოგადოებისა, იმიტომ რომ ფონდში ამ წუთში რაც თანხებია ჩვენ ერთი თეთრიც ამას უყველა უყურებს, 4-ვე წევს მუსდის ეს ისა, კიდევ ახლა დანარჩენსაც აგერ ბატონ გიასაც გავუკეთებთ იმას, რომ ბახტაძეს რომ წვდომა კონდეს, ყველა უყურებს რა შემოდის იმაში მესიჯად, ერთი თეთრიც ჯერჯერობით არ მოგვიკლია, იმიტომ რომ უნდა შეგროვდეს, რომ აი ამ საინფორმაციო საშუალებებს მოხმარდეს. და რაც მოხმარდება თუ რაც შემოვა, ამას აბსოლუტურად გავასაჯაროებთ მთლიანად. რა თქმა უნდა, რთული საკითხია, ჯერ ოფისი, შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს იქ ინტერნეტი, შემდეგ უნდა მოეწყოს სტუდია, მაგი და გაფორმებები, განათებები, რა თქმა უნდა, ოპერატორები დაგვჭირდება მონტაჟზე და ასევე, რა თქმა უნდა, ის ვინც ტექნიკურად ამას უზრუნველყოფს, მას დასჭირდება აუცილებლად ხელფასი და, რა თქმა უნდა, ამ ორ ტელევიზიას თუ ეს ჩვენი პროექტი განხორციელდა, მათაც მცირე რაღაც გადასახადი რომ გაგვიშუქონ მთელი თვე აი ეს პოლიტიკური თოქ-შოუები და გადაცემები.
ამიტომ სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი რეგისტრირებული წევრები, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ, დიდი თანხა არ არის 10 ლარი თვეში. და ვფიქრობ, რომ სადღაც ეხლადაც შემოსულია კიდევ იმის 40%-იც რომ შემოვიდეს, თავისუფლად გავართმევთ თავს. აი ამ ყველაფერს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, მე ახლა მითხრეს რომ ხშირად დადეო და კაცო თან გვეხათრება, მაგრამ მოსახათრებელიც არაფერია, იმხელა პრობლემაა ეს გადასაწყვეტი. ამიტომ მე დავდებ ახლა კომენტარში კიდევ რამდენჯერმე ამ გაერთიანების ფონდის ანგარის საქართველოს ბანკში ვეღარ მოვასწარეთ და ალბათ TBC-ც აუცილებლად გასაკეთებელია. ალბათ ყველა რო შეგროვდებით ამასაც გავაკეთებთ. ხო და აი ესეთი საკითხებია მეგობრებო. თუ კიდევ ვინმეს თქვენ მიგაჩნიათ ისეთი პიროვნებები, რომელიც აი ამ სათათბიროში უნდა იკავებდნენ ადგილს, მოგწერეთ, განვიხილავთ და ისინი ჩვენს გვერდით დადგებიან. თუ რა თქმა უნდა მათი სურვილი იქნება. ჩვენ გვინდა იქ აქტიური ხალხი, აკადემიური ხალხი, ვისაც სამშობლო უყვარს და ჭკუა მოეკითხება და რა თქმა უნდა პირველ რიგში კიდევ აქტიურობა. აქტიურობაა ყველაზე მთავარი. იცით თქვენ რომ ავიცი დღე-დაღამი არ გძინავ და მოქმედებთ, ასევე ძალიან სერიოზულად აქტიურობს ბატონი დემუის და ასევე ერმილე ნემსაძეც და აი ესეთი აქტიურობაა საჭირო რა, ერთი სიტყვით ეს იმხელა დასაძრელი საქმეა, ძალიან რთული თემაა, თავიდან დაძრა არის რთული და მე ვფიქრობ, რომ სექტემბერში ჩვენ ახალ სიტყვას ვიტყვით ყველა ერთად და ძალიან დიდ პროცესებს დავიწყებთ. იმედია ყველა გულთან მიიტანთ, ყველა გააზიარებთ ამას, რომ მაქსიმალურად აი ჩვენმა ყველა წევრმა ნახოს და ყველა ერთად აუცილებლად გავალთ შედეგებზე, სერიოზულ შედეგებზე. აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის, მეტი არაფერი არ მაქვს ახლა სალაპარაკო ამ წუთში. თუ ჩვენ ორ კვირაში ვიშოვით ესე იგი ფართს 50 კვადრატს იქ სადაც გითხარით, აი ამ დაახლოებით ასეთ რეგიონებში, თუ არა და მაშინ უკვე იძულებული ვიქნებით ჩვენთვის ეს ტელევიზია არის იგივე ჟანგბადი ამ გაერთიანებისთვის, იგივე გული. ამიტომ თუ ეს ჩვენ ვერ მოვასწარით, მაშინ გადავერთობით მეორე პროექტზე და გაუფორმებთ თუნდაც ერთი თვით თავიდან, სანამ ჩვენ არ ვიცით, თუ სტაბილური იქნება ფონდში თანხის შემოდინება, გაუფორმებთ და დავიწყებთ თუნდაც სექტემბრის თვიდან აი ამ პოლიტიკური თოქ-შოუებს. ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო, იმედია გულთან მიიტანთ, გააზიარებთ ყველა და ერთობით ჩვენ აუცილებლად მივალთ საერთო გამარჯვებამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.